უნდა წავიდეს თუ არა ვილისანიორი, რატომ მეურვეობდა კიტეიშვილი მასზე 17 სანტიმეტრით მაღალ ფეხბურთელს. რას ამბობს სანიორი და საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრების გამარჯვება გამანადგურებელი ანგარიში. ამ და სხვა სიახლეების მოსმენამდე დალაიქე ვიდეო და გამოიწერე ახი. დავიწყოთ სამწუხარო ამბით. საქართველოსთვის 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ოცნება დამთავრებულია. ჩვენი ნაკრები თურქეთში 1-4 განადგურდა და შესაბამისად ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების შანსი თითქმის დაკარგა. დარჩა მხოლოდ ერთადერთი არარეალური შანსი, რომელიც სასწაულის ტოლფასია. საქართველო მეორე ადგილს დაიკავებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი დარჩენილ ორ შეხვედრაში ბულგარეთთან და ესპანეთთანაც დამარცხდება. საქართველო კი პირიქით შეძლებს ესპანეთის და ბულგარეთის დამარცხებას. და თან ეს ყველაფერი ისე, რომ ჩვენ ბურთების უკეთესი მაჩვენებელი უნდა გქონდეს. და მეთანხმებით, რომ ეს სრულიად წარმოუდგენელია ჩვენი ნაკრების ბოლო ორი შეხვედრიდან გამომდინარე. როგორც ბოლო პერიოდში, ამ შეხვედრაშიც უამრავი შეცდომა იყო. განსაკუთრებით თვალსაჩინო კუთხურების დროს ოთარ კიტეიშვილის პოზიცია. ქართველი მასზე 17 სანტიმეტრით მაღალ ცენტრალურ მცველს მეურვეობდა. მსგავსი შემთხვევა სამჯერ დაფიქსირდა და შედეგიც სახეზეა. ორ შემთხვევაში დემირალმა გოლის გატანა მარტივად შეძლო. რა თქმა უნდა, დაშვებულ შეცდომებს უამრავი კრიტიკა მოჰყვა და გულშემატკივრის დიდი ნაწილი ვილისანიოლს ნაკრების დატოვებისკენ მოუწოდებს, რაც შეიძლება ითქვას, რომ სავსებით ლოგიკურია. ასევე დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მწვრთნელი არაფერშუაშია და შედეგში დამნაშავე ფეხბურთელები არიან. პირადად ჩემი აზრია, რომ სამწუხარო შედეგზე პასუხისმგებლობა ისევე ეკისრება მწვრთნელს, როგორც ფეხბურთელებს. ისიც ცხადია, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ნაკრები რეგრესს განიცდის. ყველაფერთან ხვდებით, რომ ინდივიდუალურად მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავს, თუმცა ვერ ხერხდება მათი ძალების სწორად გამოყენება, რაც გამოიხატება ხშირ შემთხვევაში გაუგებარი შემადგენლობის დაყენებით, ტაქტიკის არარსებობით, პრესინგის ნული მცდელობით. ნაკრების თამაშში არ ჩანს არანაირი დამუშავებული კომბინაცია, არანაირი დამუშავებული სტანდარტები, არანაირი მუხტი და გააზრებული თამაში შეტევაში. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს დაცვის თამაში. აღარ ჩანს კავშირი მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის. მოკლედ, არაფერი მსგავსი, რაზეც მწვრთნელი უნდა მუშაობდეს. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი ბოლო 4 შეხვედრაში არსებული 3 მარცხისა. ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ ფაქტების გამო იცვლება მწვრთნელი კლუბსა თუ ნაკრებში და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ევროპაზე მიღწეული წარმატება არ ნიშნავს იმას, რომ ვილისანიორი გაურკვეველი ვადით უნდა ხელმძღვანელობდეს ნაკრებს. ფაქტია, საჭიროა ახალი სისხლი, ახალი მიდგომა და ახალი მუხტი, რადგან ვფიქრობ, რომ ამ შემადგენლობის ნაკრებს გაცილებით მეტი წარმატების მიღწევა შეუძლია. აქედან გამომდინარე, თქვენ რას ფიქრობთ? უნდა დატოვოს თუ არა ვილისანიოლმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიცია? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. მე კი აქვე გაგიზიარებთ ამ სამწუხარო მარცხის შემდეგ თავად ვილისანიოლის და ჩვენი ფეხბურთელების კომენტარებს. თამაში ისე დავიწყეთ, თითქოს კომფორტის ზონაში ვიყავით. თითქოს შეგვეძლო მოგება ინტენსივობისა და აგრესიულობის გარეშე. თუმცა ისეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ, როგორც თურქეთია, შანსი საერთოდ არ გაქვს. თუ თამაშს არ იწყებ სრული მობილიზებით. ამის გარეშე უბრალოდ არ გაქვს არანაირი შანსი. თურქეთს ყავს ფეხბურთელები, რომლებიც მუდმივად თამაშობენ უმაღლეს დონეზე. მათ ზუსტად იციან, რას ნიშნავს მნიშვნელოვანი შეხვედრა და თამაშიც შესაბამისად დაიწყეს, ხოლო ჩვენ კი არა. ვფიქრობ, ამ მომენტისთვის ჩვენი დონე არ არის ისეთი, როგორიც გჯერა რომ გვაქვს. უნდა ვიმუშაოთ, რომ უკეთესები გავხდეთ. ყველას გვაქვს სიამაყე, ყველას გვაქვს ეგო, მაგრამ დღეს უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ თურქეთი ახლა ბევრად განსხვავებულია, უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ჩვენ. ეს არ ეხება მხოლოდ აგრესიულობას, ტაქტიკას ან ტექნიკას. ვფიქრობ, არა მხოლოდ მოთამაშეები, არამედ ყველანი რაღაც კომფორტის ზონაში მოვეკეცით ევროპის შემდეგ და იქიდან გამოსვლა გაგვიჭირდა. როცა ასეთ სიტუაციაში ხარ, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რაც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, არის რეალობის პატიოსნად მიღება. უნდა იცოდე ვინ ხარ, ვინ ვართ ჩვენ. როგორც გუნდი, როგორც ფედერაცია. ბოლო წლებში რაც გვახასიათებდა, ეს იყო საბრძოლო სულისკვეთება, ერთიანობა, თამაში პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე. ისე თითქოს ეს იყო შენი ცხოვრების ბოლო შეხვედრა. ჯერა რომ საქართველოს მომავალში შეუძლია წარმატების მიღწევა, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, თუ თითოეულ შეხვედრას იქნება ის თურქეთის, ბულგარეთის თუ ნებისმიერი სხვა ნაკრების წინააღმდეგ 100%-ით არ მიუდგებით, მაშინ შანსი არ გვექნება. როგორც აღვნიშნე, ეს იქნება მთავარი სამუშაო მიმართულება მომავალში. ამაზე უნდა ვიმუშაოთ. თუ ჩვენ ისევ არ გავხდებით ძლიერი გუნდი, გულწრფელად რომ ვთქვა, მაშინ რთული იქნება. შეიძლება გვყავდეს რამდენიმე კარგი ინდივიდუალური ფეხბურთელი, მაგრამ როცა სხვა გუნდებს ეთამაშები, მათაც ყავთ ბევრი კარგი ინდივიდები. ამიტომ ვერ დავეყრდნობით მხოლოდ 2-3 ფეხბურთელს. ასე ვერ ვითამაშებთ მაღალ დონეზე. გუნდურ სიძლიერეზე უნდა ვიმუშაოთ. დავალება არ იყო, უბრალოდ მე ზონაში ვდგავარ კუთხურის დროს, არის პირველი 4-ეული, რომელიც ბურთზე თამაშობს და მეორე 5 ფეხბურთელი, რომელიც ფეხბურთელებს ბლოკავს, მე მეორე ხაზში ვიყავი და ფეხბურთელს ბლოკავდი უბრალოდ ბურთზე სხვა ფეხბურთელს უნდა ეთამაშა, ან ზონის დროს ინდივიდუალურად
მეურვეობ ფეხბურთელებს რა უბრალოდ ჩემთან ესე მოხდა უბრალოდ დაემთხვა, მანაც გამოიყენა უპირატესობა. თითქოს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ის ნაპერწკალი აღარ გვაქვს რაც ჰქონდა და თითქოს სადღაც დავკარგეთ და აუცილებელია ამის დაბრუნება რა, ამის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება. ფიქრობ რომ ასე ვერ გავაგრძელებთ და ყველამ ჩვენ თვითონ უნდა ჩავიხედოთ. თითქოს ერთმანეთთან ყოფნა ძალიან გვიხარია, ძალიან მეგობრული გარემოა გუნდში, ძალიან კაი განწყობა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის მოედანზე თითქოს ეს ერთიანობა ბოლომდე ვერ გადმოგვაქვს და ეს არის ძალიან დასაწყისი. არ ვიცი როგორ შეაფასებთ ვილისანიოლის და ბიჭების კომენტარებს, თუმცა როგორც თქვი, ჩემი ერთი რიგითი გულშემატკივრის აზრია, რომ ნაკრების გაუმჯობესებისთვის საჭიროა სწორი ცვლილებები. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრას 15 ნოემბერს ესპანეთთან შინ ჩაატარებს, 18 ნოემბერს კი ბულგარეთს ესტუმრება. ახლა კი საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრების შთამბეჭდავი გამარჯვება. რამაზ სვანაძის ბიჭებმა ევროპის 2027 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში და 5-0 გაანადგურეს. საქართველოს ნაკრებისთვის ეს ჯგუფში პირველი სამი ქულა. 21 წლამდელებმა წინაური შეხვედრა ფრედ დაასრულეს. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი თითქმის განახლებული შემადგენლობა. თუმცა ფაქტია ამ ეტაპზე ნაკრები პროგრესირებს. გამანადგურებელი ანგარიშით მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა რამაზ სვანაძემ და ულამაზესი გოლის ავტორმა ნიკოლოს დადიანმა. აუცილებელი და საჭირო სამი ქულა იყო და მოხარული ვარ რომ ეს სამი ქულა ავიღეთ. მახარებს ის ფაქტი რომ დიდი ანგარიში შევძელეთ გამარჯვება, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. რაც შეეხება თვითონ თამაშს, მე ვფიქრობ რომ ყველაფერი ლოგიკურია, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე ვაკონტროლებთ სიტუაციას და ყველაზე კარგი ის არის რომ ეს ჩვენი მესამე თამაში იყო და დღეს უფრო იგრძნობოდა ის შეთამაშება, ის მონახაზი, ის თუნდაც სისტემურობა, რომელსაც ჩვენ გვინდა ვიხილოთ, თუმცა სამუშაოდ კიდევ ბევრი გვაქვს. და დარწმუნებული ვარ დროის გასვლასთან ერთად კიდევ უფრო შევთამაშდებით და ანგარიშის გაწევი ძალა გავხდებით. ყველაზე მთავარი რაც მინდა აღვნიშნო არის ის რომ ლოგიკურია თვითონ ის მდგომარეობაც, რომელსაც ამ წუთში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები იმყოფება და ლოგიკურია ის ქულათა მარაგი, რომელიც ჩვენ გვაქვს, იმიტომ რომ გამომევარდები და ვიტყვი რომ ახალი გუნდი ვართ, ეს ერთი და მეორე ყველაზე მთავარი ჩვენ ძალიან ხშირად სასურველი რეალობა გონია, ეს ესე არ არის, ეს უნდა აღინიშნოს აუცილებლად და ის ყველაფერი ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა არის ის, რომ თამაში ვართ, თამაში ვრჩებით და დანარჩენი ის რეალობა თუ სადუყოფებით ყველაფერი ნოემბერში გამოჩნდება. ძალიან მოხარული ვარ იმით, რომ ჩემი სადებიუტო გოლი გავიტანე, მაგრამ რაც თავარია გუნდს დავეხმარე სამი ქულის მოპოვებაში. რთული თამაში გამოდგა მიუხედავად ანგარიშისა, პირველი ტაიმით თავიდან ცოტა გაგვიჭირდა. პირველი ორი თამაში რთული იყო, რადგან ახალი შეკრებილი გუნდი ვიყავით და მწვრთნელის დავალებები ჩემი აზრით ეხა უკვე მესამე თამაშზე საკმაოდ კარგად შევასრულეთ. რაც შეეხება ნოემბრის თამაშებს, ორ ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებით გერმანიას და საბერძნეთს და მნიშვნელოვანია რომ აქ თამაშისთვის ყველა ფეხბურთელი იყოს 100% მზად. შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრები ჯგუფში 5 ქულით მესამე ადგილზეა. რამაზ სვანაძის გუნდი 13 ნოემბერს საბერძნეთს ესტუმრება, ხოლო 17 ნოემბერს გერმანიას უმასპინძლებს. წარმატებები უსურვოთ ჩვენს ნაკრებს და თქვენ თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისხილვაკი, რომ არ გამოგჭეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები.